მართლა დაგლოცოთ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ითქვას დალოცვა და ითქვას ფორმულირება შენდობის, მინდა რომ შენდობის საგრძელო დავარქვა ამას, როცა ოჯახში ვიმყოფებით საფის კუთხეების დალოცვის დროს, მინდა დავარქვა ამას თუნდაც ადამიანის ზრდის სულიერი წინსვლის საგრძელო და დალოცვა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საყოველთაო ბურჟუაზიულ და საყოველთაო კომერციულ ეპოქაში, რაც ყველაფერი, თითქმის ყველაფერი სულთ იყიდონ, მაგრამ ვერაფერს ვერ იძენენ. სულთ ყველაფერი შეიძინონ, მაგრამ ვერაფერს ვერ ყიდულობენ. სულთ ყველაფერი საკუთრება გაიხდინონ, მაგრამ ვერ ისაკუთრებენ, იმიტომ რომ ადამიანის სხეულის მისი საკუთრება არ არის და მისი სულიც ღვთისკვნილებაა, რომელიც არის დამოკიდებული კვნილება ღმერთზე, თუნდაც მარადიული, მაგრამ დამოკიდებული მარადიულობა, დამოკიდებული უკვდავება ღმერთზე. ამიტომ შენდობის სადღეგრძელო, შენდობის ფორმულირება მინდა გავაკეთო, რომ შენდობის მთავარი მცნობა მოგვეცეს ჩვენ დაყნობით ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლზე, რომელმაც ჩვენ გამოგვეცნა ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისა. შენდობა ადამიანს აძლევს საშუალებას გამოვიდეს ერთგანზომილებიანი ცხოვრებიდან. თუნდაც ორგანზომილებიანი, რაც ქახალზე უბრალოდ დაჯღაპნილ რაღაცა დაჯღაპნილ რაღაცნაირად ყველაფერ ორგანზომილება რომ სიფტკისეული 2D ცხოვრებიდან ასე ვთქვათ და გადავიდეს 3D არსებობაში ასე ვთქვათ სიმბოლურად აღნიშნოთ თანამედროვე ენაზე სამგანზომილებიანი ნამდვილ ადამიანი და რაღაც ვირტუალურ არსებად. შენდობა აძლევს საშუალებას იმას რომ ადამიანი გახდეს იმ ზუსტად სამგანზომილებიანი სულიერად და ფიზიკურად სამგანზომილებიანი სივრცეში, თუმცა კი სულიერად შეიძლება მრავალგანზომილებიანი არსებად იქცეს, რომელსაც მრავალი შემადგენელი ვექტორი აქვს. ამიტომ შენდობის გზნობა ეს არის ის გზნობა, რომელიც ჩვენ გვაძლევს ძალას, რომელიც ჩვენ გვაძლევს სულიერ ენერგიას, სულიერ საწვავს იმისა, რომ გადავლახოთ უამრავი დაბრკოლება, იმისა, რომ ჩვენ ვიაროთ წინ ღვთისადელწული საცხოვრებლად, მოვიცილოთ ბევრი ბალასტი, ხლამი, ის უარყოფითი, რაც ჩვენ იზოლაციას გვიკეთებს, რაც ჩვენ რაღაც გარკვეულ კაფსულაში გვსვამს, განგვან თავისუფლოს. სული ამოვისუნთქოთ თავისუფლად. შენდობის გზნობა ეს არის ის კეთილშობილი გზნობა, რომელიც ქრისტემ მოგვცა მოთმინების ფუნდამენტზე, კონსტრუქციული მოთმინების ფუნდამენტზე. ანუ ქრისტემ მოითმინა, ჩვენც მოთმინება დაგვიგვარა. ქრისტემ შეუნდოყვალა და ჩვენ შენდობა დაგვავალა. ამ შენდობას ლოცავდა, ეს შენდობა იყო ჩვენი გზის გამარჯვება და ამნათებელი.